გამარჯობა თქვენ გობრებო, როგორ ხართ? გისურვებთ ბედნიერ დღეს. მოვედი საჯარო გაშლით. რატომ არ სურს კონტაქტზე გამოსვლა? მოდუნდით. არ იფიქროთ ზედმეტზე არაფერზე, იფიქროთ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებაზე და მოდი ვნახოთ, რატომ არ სურს კონტაქტზე გამოსვლა. კონტაქტზე გამოსვლა ამ ადამიანს იმიტომ არ სურს, რომ ის ახლა არის ძალიან განადგურებული, ძალიან ცოცხალმკვდარი, ასე რომ ვთქვათ, იმედგაცრუებული ადამიანი, ანუ მდგომარეობა, როდესაც სხვების დასანახად კაშკაშებს და თავი მოაქვს სხვებთან, რომ შესანიშნავად არის, მაგრამ რეალურად გულის სიღრმეში ძალიან ცუდად არის ეს ადამიანი. არ გამოვრიცხავ იმას, რომ მისი ამ თქვენთან მიმართებაში კონტაქტზე არ გამოსვლის მიზეზი იყოს მესამე პირები მაგალითად, რომელებიც უჩეჩინებენ ყურებში, ანუ თქვენთან მიმართებაში ისეთ რაღაცებს ეუბნებიან, რომ თავს იკავებს და ნადგურდება, მაგრამ თუ მესამე პირები არ არიან აქ ჩარეული, აქ არის უფრო თქვენი ურთიერთობიდან გამომდინარე მიყენებული ტკივილი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი არის ცოცხალმკვდარი, ვერ იგებს რა გააკეთოს, ვერ იგებს რა უნდა და არის სრულიად განადგურებული და ცდილობს, რომ აი ეს რაღაცა ცუდი მომენტები და განადგურებული მდგომარეობა გადალახოს და გამოვიდეს აი ამ მდგომარეობიდან. საკმაოდ მოწყენილია, საკმაოდ დადარდიანებულია. აშკარად ბევრი პრობლემა აქვს ამ ადამიანს თავის ცხოვრებაში. აღარ იცის რა გააკეთოს, აღარ იცის ვის მიმართოს დახმარების თხოვნით. თითქოს უკვე მდგომარეობა აქვს ისეთი, რომ всё გეყოფათ, მორჩა, მეც ვეღარ ავიტან, დავიღალე. ასეთი მდგომარეობა აქვს ამ ადამიანს. მაგრამ კიდევ ერთხელ გაუბნებით, სხვების დასანახად კაშკაშებს, მაგრამ რეალურად არის ასე და მას თითქოს მაინც სჯერა, რომ აი ამ ცუდი მდგომარეობის შემდეგ მის ცხოვრებაში მზე აუცილებლად ამოვა და გამოანათებს და დაიწყებს ისევ აი ახლიდან აი ამ ყველაფერს. ანუ გამოფხი ერთგვარ ტრანსფორმაციას განიცდის. ნახოთ კიდევ რატომ არ სურს კონტაქტზე გამოსვლა. თავისი პოზიცია აქვს ამ ადამიანს, თავისი პოზიცია აქვს, მკაცრად იცავს. აი უკვე რომ გადაწყვეტილი აქვს ამ ადამიანს ასე მკაცრად, რომ მე არ გადავდგავ ნაბიჯებს და სიამაყით რო არის და ესე თავდაფასებით რომ ზის და უბრალოდ ელოდება ადამიანს, აი ესეთი მდგომარეობა აქვს. და აი ეს მდგომარეობა ზუსტად აი აქედან გამომდინარე მოდის, რაც გითხარით, რომ არის განადგურებული, მედგაცრუებული, გული აქვს ამ ადამიანს ნატკენი. აი უკვე ცოცხალმკვდარია თქო. აი აქედან გამომდინარე, მას აქვს სიამაყე, მას აქვს რაღაცნაირი დაპაუზება ამ ურთიერთობაში. თითქოს არაპირებს, რომ რამე გააკეთოს და ესე ზის და უბრალოდ ელოდება მზის ამოსვლას, ელოდება, როდის წამოდგება ფეხზე, როდის დასრულდება ეს ყველაფერი, განაგრძოს ბრძოლა. იქამდე კი ესე ზის და უყურებს მის ცხოვრებას, როგორ მიდის და თითქოს ვერაფერს ვერ აკეთებს. უკმაყოფილოა რაღაცით ეს ადამიანი. დიდი უკმაყოფილობის შეგრძნება აქვს, არ არის კმაყოფილი ბევრი რამით, თუნდაც სადაც არ უნდა წავიდეს და რასაც არ უნდა აკეთებდეს, უკმაყოფილოებას გამოხატავს. ანუ თითქოს მდგომარეობა აქვს ისეთი, რომ უბრალოდ ესე ზის და თითქოს არ მოსწონს და არ სიამოვნებს არაფერი.
ნახოთ კიდევ ეს გვეტყვის ტარო რატომ არ სურს კონტაქტზე გამოსვლა. იმიტომ რომ არ იცის რა გააკეთოს. თითქოს ხელფეხი აქვს შეკრული ამ ადამიანს და ვერ იგებს რა ქნას და თითქოს აი სათანადო დროს ელოდება ან სათანადო ადამიანს ელოდება რომ გამოიყვანოს აი ამ მდგომარეობიდან. ესე დგას და მოლოდინის რეჟიმშია მოკლედ ეს ადამიანი, ესე განადგურებული მთლიანად, აი რასაც ქვია, როცა უკვე არაფრის ხალისი აღარ აქვს ადამიანს ცხოვრებაში, აი ასეთ მდგომარეობაშია და ძალიან განიცდის და ეს არის მისი თავშეკავების კიდევ ერთი მიზეზი. აი ამიტომაც არ სურს მას კონტაქტზე გამოსვლა, იმიტომ რომ მას გონია რომ ისევ აი ესეთი პრობლემები იქნება თქვენს ურთიერთობაში. მე ვიტყვი რომ შესაძლოა მესამე პირებიც იყვნენ ჩარეულები და აქედან გამომდინარე მას არ სურდეს ისევ აი ამ რაღაცა ახალი ურთიერთობის თუნდაც დაწყება, იმიტომ რომ მას თითქოს ეშინია რომ ისევ იგივე განმეორდება და მას ეს არ სურს. არ სურს განიცადოს ის, რასაც განიცდის ის ახლა, აი ამ წამს. ნახოთ კიდევ რატომ არ სურს კონტაქტზე გამოსვლა, იმიტომ რომ დეპრესიაშია. იმიტომ რომ ძალიან განიცდის და ამ ადამიანს, აი მე არ ვიცი თქვენს ურთიერთობაში რა მოხდა, მაგრამ ეს ადამიანი არის ძალიან განადგურებული. სასწაულად, აი ვერ აგიღწევთ რაც გრძნობს ეს ადამიანი. დეპრესიაშია, თავის თავში ჩაკეტილია, არ იცის რა გააკეთოს, განადგურებულია, პრობლემები აქვს და ღამე შესაძლოა უძილობაც ჰქონდეს, სინანულიც შესაძლოა ტანჯავდეს, მარტოობა, აი ამ მდგომარეობას უბრალოდ ებრძვის, ანუ მის ცხოვრებაში ახლა იმდენად დიდი პრობლემებია და იმდენად საშინელი მდგომარეობა აქვს, რომ აი ამ მდგომარეობის გადალახვას ცდილობს ეს ადამიანი. ამიტომაც არ სურს თქვენთან კონტაქტზე გამოსვლა, იმიტომ რომ ცუდად არის, იმიტომ რომ საშინელ დეპრესიულ მდგომარეობაშია და თავს იკავებს და რაღაცა პატარა რაღაცა იმედებით არის ადარჩენილი. პატარა რაღაცა იმედებით ცხოვრობს. ნახოთ კიდევ რას გვეტყვის ტარო. რატომ არ სურს კონტაქტზე გამოსვლა? აი ესე დგას და იყურება უკან. იცით რა შესაძლოა ამ ადამიანს სინანულით ტანჯავდეს, რაღაცასთან სინანული, შესაძლოა რაღაცას ნანობს ეს ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ იმედ გაცრუებულია და ესეთი მდგომარეობა აქვს, თითქოს ეს ადამიანი კიდევ ნანობს რაღაცას და აი ესე უკან იყურება და თითქოს თქვენ გიყურებთ როგორ გაწყენინათ, ან როგორ მოგექცეთ მაგალითად, ან თუნდაც აი კამათის მომენტებს იხსენებს და აი ამაზე ის ძალიან განიცდის და აი ესე უკან იყურება უბრალოდ და გიყურებთ და არ იცის რა გააკეთოს. თითქოს ნანობს ესე რომ მოიქცა, მაგრამ თითქოს მერე თან არ ნანობს და ესეთი ემოციები აქვს რომ იმსახურებდა, იმიტომ რომ თვითონ ასე მომექცა. საინტერესოა ნამდვილად. ხო, ნუ ეს ადამიანი არის დაპაუზებულ მდგომარეობაში, ანუ თქვენი ურთიერთობა არ არის დასასრული, ეს არის დაპაუზებული მდგომარეობა. ანუ პაუზა თქვენს ურთიერთობაში გაკეთებული და აი ეს ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, არის სერიოზული დაბრკოლების წინაშე და რაღაცა ძალიან ისიც როგორ არის თქვენთან თითქოს მოდის, მაგრამ თითქოს აი როგორ მოდის, იცით, აი საშინელი გზებით მოდის. გულისხმობ, რომ აი იბრძვის რაღაცებთან იბრძვის, მუდმივ ბრძოლაშია ეს ადამიანი. და თქვენთან მოძებს რაღაცა დაბრკოლებების გადალახვა უწევს ამ ადამიანს, იმისთვის რომ თქვენთან მოვიდეს. ეს არ არის დასასრული თქვენი ურთიერთობის, ეს არის პაუზა და ეს ადამიანი, როდესაც მზე ამოვა მის ცხოვრებაში, აუცილებლად გადმოდგავს ნაბიჯებს, ესე ვთქვათ, სწრაფად ვერა, მაგრამ ნელ-ნელა ცდილობს, რომ რაღაცა ნაბიჯები გადმოდგას და მოვიდეს ისევ კვლავ თქვენთან, იმიტომ რომ ამ ადამიანს ენატრებით და ამ ადამიანის ცხოვრებაში, როგორც შეყვარებული და როგორც საყვარელი ადამიანი, ისეთი როლი გიკავიათ და აუცილებლად გადმოდგავს თქვენსკენ ნაბიჯებს, როცა აი ამ მდგომარეობას გაივლის საკუთარ თავში.